არა, ხალია ხომ. ბოდიში. ხალია ესე თქვის. დიდი ხანი არის დაიწყო? არა, ეხა მის დაიწყო. ძალიან კარგი. კარგი, გმადლობთ. დაუნიჭო ხარ რატე. მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტმა ყურებლებო, თქვენ უყურებთ კიდევ ერთ ინტერნეტ გადაცემას სულსუმოს სატელევიზიო საინტერნეტო არხზე, სახელად გამრიპი, როგორც წინა ეპიზოდში შევთანხმდით. ეს არის პირველი გადაცემა საქართველოს ისტორიაში, რომელიც ლაპარაკობს ფილმზე, არა მარტო რომელიც ლაპარაკობს ფილმზე, არამედ გადაცემას ზოგადად პირველი. და დღეს ჩემი ინტერნეტ სტუმრები არიან ეს ორი, რომლებსაც ახლა ლაპარაკის საშუალებას არ მივცემ, სანამ მე არ გავჩერდები, მაგრამ მე არ გავჩერდები ძალიან დიდი ხანი. დღევანდელი განსახილველი ფილმი არის წმინდა ელექტროენერგია, რომელიც არის ძალიან დიდ ქართველ ტრანსვესტიტზე, სახელად ქართველო-იტალიელ ტრანსვესტიტზე, სახელად ბარტო ნიკოლო მუსოლინიზე, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ იგი CIA-ին მოკლა და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. რატი? თომა, რა იფიქრეთ? მე მგონი, რომ ამ ფილმში არაფერი წმინდა არ იყო. მოდი ამით დავიწყოთ. არ ვიცი, ხო, რაღაცები იყო წმინდა ჩემი აზრით. მაგალითად ელექტროენერგია. ელექტროენერგიაც ასახად წმინდა იყო. რომელიც ფილმის ასე ბატონ პირველ ნახევარში ფიგურირებდა, მეორე ნახევარში დაავიწყდა, თან დროს და ფული აღარ ქონდათ რომ გაენათებინათ ის ჯვრები და წავიდა სხვაგან. მოკლედ ორი სიტყვით შევეხოთ ახლა სიუჟეტს. მაყურებელო ვინც არის, იცით, წმინდა ელექტროენერგია არის რაგვარია ის ტიპი? ტატო კოტე ტატიშვილი. კოტე ტატიშვილი კი ბატონო. ტატო რაღაც. არა, კოტე ტატიშვილი. კვიტი. მოკლედ ვიღაცა ორი ტიპი, რომლებიც ერთი არის მუსოლინი თუ რა ქვია რაღაც. ბარტო ნიკოლო მუსოლინი. ხო, ტიპი და მაგისი საერთოდ ახალგაზრდა მეგობარი. ავრანაირად ყვება ჩემი. რატი მოდი მოგი. მეგობარი თუ ნათესავი? რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ რა ტიპები დადიან იმაში სანაგვეში და რაღაც პოულობენ რაღაც ნივთებს და ყიდიან რომ ორი კაპიკი იშოვან და ერთშენიერ დღეს მოფიქრდებათ იდეა რომ მოდი ჩვენ გავყიდოთო ჯვრებიო, ნეონით განათებულიო და ამით გავაკეთოთ ფულიო რა. და იდეაში ფილმი ერთი შეხედვით არის მაგაზე რა და რაღაც მომენტის მერე ეს კიდევ ვიძახი რა სიუჟეტს ვაფშე ავიწყდება ეს ჯვრების ამბავი და გადადის ამ ორი ტიპის რაღაცა პირად იმაზე რა. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც საზოგადოებამ დავივიწყეთ ღმერთი. დიახ. და სიუჟეტური ხო, ღმერთის სიკვდილზეა ეს ფილმი წავსახ. კი ბატონო. ხო, ეგეც კაი შეკითხვა რაზე არის ეს ფილმი? ძალიან გადასავალი შეკითხვა. მოდი მე ხა ცოტა უკეთესად ჩამოვასხა ამ თემას ჩამოვასხა. ინტერნეტ ფილმის შინაარსს. მოკლედ ესე იგი მოხდა შემდეგი რაღაცა. ვიღაცის მამა მოკვდა. მე ვიღაცის მამის რაღაცა შემსვლელი გახდა ვიღაცა, რომელიც ჩვენ კაცი გგონია. მაგრამ მე დიდი ხანი. ხო, ნუ ეს შენ შეიძლება გგონია, მაგრამ მე შეამჩნევ რომ აი ამ ხელა ეს აქვს. ამას რა ვქია, კლავიარა და ხელი ხელი მთლიანად არის. რა მტევანი. ფორარმი. მტევანი ეს არის. ესენი აქვს ძალიან მოკლედ. მოკლედ ხოჩა. პატარა პუნი გამომივიდა ხა, მაგრამ ხო, შეამჩნევთ რომ ესენი აქვს ძალიან მოკლედ და მე მივხვდებით რომ ეგრე ქალებს აქვს და ეს უეჭველი ტრანსვესტიტი მსახიობია, რომელიც მე რა თქმა უნდა პლოტ ტვისტი არის ის რომ ეს ნამდვილად პლოტ ტვისტის არა. არ არის ეს პლოტ ტვისტი. პლოტ ტვისტი რაღაც პონში არის, იმიტომ რომ ისე არსაიდან შემოდის ეგ ამბავი რომ აი რაღაც უცებ უყურებ და ამას სპოილერა ჩემმა მეგობარმა რომელიც გვერდით მეჯდა რომ ეს შეჩემა ტრანსიაო, აი ესე ჩამჩურჩულა კინოთეატრში. და მეთქი არა, კი კაცო ეს ტრანსია ამასთან კომპიუტერებს ვაკეთებდიო რა. ნუ არა პროფესორები მსახიობები თამაშობენ აქ და მეთქი რომ დავაკვირდი ხო მეთქი უი და მე 10 წუთის მერე თვითონ ფილმში ვკითხეს რომ იგი ტრანსი და თან მაგრა დაიწყო ეს სცენა ბოდიში რომ გაწყვეტინეს, მაგრამ სინამდვილეში არავით არის ბოდიში, მაგრამ რატო ჩემო ძვირფასო გისმენ აბა სცენა ძალიან დაიწყო მაგრად. ან შეიძლება ითქვას მაგრად დაიწყო ძალიან. რომ უცებ რაღაცა ხდება იქით, ამ კადრს უყურებთ ჩვენ რომ რაღაცა
რა ვიცი მე წინა კადრის ხოთაშორის მე არ მახსოვს, მაგრამ ეგ ძალიან უცნაური კადრი იყო, იმიტომ რომ რაღაც მე უცებ ბრახ და ანუ შეგოდის მიხვიო, ყლე უნდა გქონოდა. ბიჭო, თან როგორ ამბავია, რომ გვერდი ხედავ მანქანაში და რაღაც მიდია რაღაც გზაზე, რავი, ჯართის მოსტა რავი, შედის სადარდებელი მაგ დროს რა უნდა იყოს, რომ ჯარჯ რო წავალ იქ რაღაც დამხვდეს, რომ რაღაც ფული ვიშოვო და ბავშვები და ყლეგი და ეს ტიპი მიდის და სხვათა შორის ხო აი ესე დაიწყო რა ლე რომ ფონდეს განა და ამით ფილმი გვეუბნება რომ აი შენ ხო ვერ ხვდებოდი რომ აგიტრანსი ხო ყველა ჩემნაირი გადასარევი ბიოლოგიური თვალი რა თქმა უნდა ვერ აქვს მაგრამ ნუ ახლა სწორად მე ზოგადად თავი პერსონაჟი ვარ მაგრამ მაგას თავი ვერ გავანებოთ ხო რომ აი შენ გეგონა რომ ეს კაცი იყო მაგრამ სიმეორდლეში იგი ესაინდეთ ბერთ არის ხალი მაგრამ ბუნებრივად რა თქმა უნდა იგი კაცია მაგრამ აი ხო გეგონა ესე იგი ტრანსები პასავენ კი ტრანსები პასავენ გრუზინო ხო ეხლა მე ის რომ გაცრავთ მეორე ამბავი აქ საინტერესო ის არის რომ მე გამო არ შევიდე სულად ხსეს მე კიდე უცებ რა ესე რო გახვიდეთ რა რო არ დაგფაროთ რა უკაცრავად ფილმს ვეღარ უყურებ გადი იქით საინტერესო რა არის ამბავი ახლა რა არის ამ ფილმში ხო რომ ესე იგი მთელი ფილმი რატომღაც ეს ტიპი ცდილობს რომ გვაჩვენოს რომ რაღაც ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში და ცდილობს სულ რაღაცა ტრადიციებზე ლაპარაკს ისე რომ აი ტრადიციები ცუდი რაც ოკეი კაი ანუ ბევრი აკეთებს მაგას და ჯანდაბას დაინახე ფილმი მაგ ფილმში ნუ ტრადიციები ცუდია ესა და მაგალითად სუფრის ტრადიცია და ხოცეს ერთმანეთს ორი წამის მერე დაждდნენ და გააგზავნენ. ხო და ზუსტად ეგ ამბავი ნახე რომ ეს რა ქვია ეს ტრადიცია რაღაცნაირად არის გამოყვანილი რომ ერთის მხრივ ეს თითქოს ტრადიციები ცუდი, მაგრამ მეორე მხრივ თან ხასობს იმას რომ აი ქართული სუფრა და რაღაც ნახე მრავალხმიანი ის რა ქვია სიმღერა და რაღაც ეგეთი სისულელები რა. ანუ საბოლოო ჯამში იმის ხმა მინდა რომ თვითონაც ვერ აქვს ჩამოყალიბებული რა უნდა ამ ტიპს რო გვაჩვენოს რა ამ ფილმით, იმიტომ რომ ჯერ ხო ეს სცენა არ საიდან არ შემოდის. მეორე ის რომ რაღაც ოჯახებს გვაჩვენებენ რომლებიც ანუ საერთოდ საცხოვრობს ეგ ხალხი, ვინ არიან ეგ ხალხი? ხო არ ცხოვრობს გლანში ეგეთი ხალხი, მთელი მუღამი ეგ არის. ვარკეთილში არ ცხოვრობენ ეგეთი ადამიანები. ამ ტიპს ვარკეთილზე ანუ ვარკეთილზე აქვს რაღაც დოკუმენტური ფილმი ნანახი რომელიც ხო ეს არ ვიცი მაგრამ საერთოდ ხო და შენ რას ამბობ მე ვამბობ იმას რომ ანუ ამ ტიპს რაღაც ჩაიხანას რაღაცა დოკუმენტური აქვს ნანახი ვარკეთილში ცხოვრებაზე და ის რა ქვია ჯიშკარიანის ის რაღაცა 5 წუთიანი მონოლოგი აქვს მოსმელი რა მაგარია ჯურის დაკიდება იმაზე რა ქვია შენობაზე შენობაზე რაც რეალურად გააკეთა ხო და მაგას გვაჩვენებს როგორც აი ხალხო ეს არის რეალობა და გამოცდი იმას შენ ვაკეში რო ცხოვრობ ძმაო შეხედე რა ხდება რეალურად ხალხი და რეალური მოწყვლადი რაღაცა ჯგუფი და ასიტყვა არის პრო რაღაცა პროლეტარიატი ხო პროლეტარიატი ასაყვარელია და როგორი თბილები არიან და როგორი კარგები არიან მაგრამ ახლა მოდი მე სხვა ფილმთან გავავლებთ პარალელს რეალურად ფილმებიც აქვს. რეალურად პროლეტარიატი ქართული როგორიც არის სინამდვილეში არის სხვა ფილმში ნაჩვენები რომელშიც არის მართლა რეალურად და კარგად წარმოჩენებული ეს არის ღორი რა თქმა უნდა კი ის არის რეალობა და ეს არის რაღაცა ვარდისფერი სათვალით დანახული რაღაცა ის მოდი შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე და თქვენ ძვირფასო მაყურებელო შეგიძლიათ ამაზე დამეთანხმოთ იმიტომ რომ როგორც ყველაფერში აქაც მე მართალი ვარ მაგრამ საქართველოში არ არსებობს მრავალი სახის ფილმოგრაფია. საქართველოში არსებობს ერთი სახის ფილმოგრაფია. და ეს არის ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში ფილმოგრაფია. ან საზოგადოება რომელშიაც ჩვენ ცხოვრობთ. არქაულად ესე ითქმეს. საქართველოში არ არის ხატრული ფილმი. ყველაფერს უნდა რომ აი განახოს რომ რაღაცა არ ვიცი. გაახილე თვალი. მაგრამ ხა დივერსიფიკაციასაც შემოდის. დივერსიფიკაცია შემოდის იმაში, რომ გააჩნია როგორი საზოგადოებაში ცხოვრობთ ფილმი არის. ერთი არის, რომ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში და დასცინის ამ ყველაფერს. ეს არის ცისფერეთები. არა, თანამედროვეზე. თანამედროვეზე რა შუაშია. ღორი. მარაცალე ხა დაგესმევათ? მე ვარ ბესო. მოიცადე. რა ფილმზე დაცალე ერცა. თუ ცუდო არის დაცინვა. ოკეი. ხო, სერიალი. კი, მართალი. მე ვარ ბესო.
არის მეორე ტიპის ამ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოება ქართული ფილმების არის მეორე სახე რომ ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოება აი როგორი საცოდავია მიზერაბლე ლე მიზერაბლე არის საცოდავების პორნოგრაფია რომ აი იფსამს და იჯვამს და იფსამს და შეხედე რა ზუგევარ და განახებს რომ აი ეს არის მწარე რეალობა რომელშიაც ქართველი ბინადრობს რაო ეს არის მე მაგაში არ დაგეთანხმები სხვა რომ მე ვარ ბესო არ არის ეგეთი არც მე ვარ ბესო ხო და მე ვარ ბესო და აი ღორი ეგეთი ფილმები არ არის ჩემი აზრით რა ღორი ვაფშე არ მიხსენებია არა არ გიხსენებია მაგრამ ხო უძუნებულია უფრო მაგ თვალსაზრისით იმიტომ რომ ღორი არის კარგი დაცინვა მაგ საზოგადოების ცალე ღორზე მე ვილაპარაკებ თან არ ხო მაგრამ მე ვარ არის თუ არა დაცინვა საზოგადოებაში კი ცალსახად კი არის თუ არა მე ვარ ბესო აი ეს ჩანაფიქრი რომ აი ჩვენ ცხოვრობს ეს არის ის მწარე აი ეს ქუჩის დღეებიც აგეთია კი ხო ქუჩის დღეებიც ცალსახად ეგეთი არის მაგრამ მე ვარ ბესო ხო რა ვიცი შეიძლება მაგრამ არ ვიცი რომ არის კარიკატურულად არის მე ვარ ბესო ცალსახად ეგ არის მე ვარ ბესო ხა მე ვარ ბესოს განხილვაზე გადავიწყე მე ვარ ბესო არის იმაზე რომ აი ეს პატარა ყმაწვილი რომელიც რაღაცა ესეთი შეიძლება მისგან დიდი ვარსკვლავი გამოდგეს აი ამ სოციუმში იზრდება ხო მესმის ხო ყნა უწევს და მე უნდა გაიქცეს აი ეს ამაზეა მე ვარ ბესო და დაგაჟრიალოს და უნდა გითხრას რომ ვაიმე ღმერთო ხო მაგრამ მამისი არის ლოგინად ჩავარდნილი და ვიჯვამ და ვიფსამ კომუნისტები და ხო და ნახე ხო მაგრამ მაგ ფილმმა საბოლოო ჯამში შეძლო რომ უყურებდი მე გავერთე და არა ხო მესმის ხო მესმის ხო მაგაში მოვყავით მაგრამ ამ ფილმს რო დაუბრუნეთ ახლა საბოლოო ჯამში ხო ჩემი პოინტი მინდა გავაკეთო რა გავიგე შენი პოინტი ეს გაიგე იმიტომ რომ აქამდე მithქვამს შენთვის მაგრამ აი ამ ძვირფას ადამიანს არ გავიგია არა მე თავიდან რაღაც რო თქვი ეგ არ დაგეთახე მაგაში მაგრამ ახლა გეთახმები იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გავიგე რას ამბობ და მაგაში მოვყვები კი ამ ფილმმა შექმნა ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოების ან შექმნა ან რა ვიცი კიდე რომანტიზირება მესამე განზომილება რომელიც არის კარგი საზოგადოებაში რა საყვარლობა არის ქართული პროლეტარი და როგორ ვერ ვხედავთ ამას და როგორ დავდივართ იმაში ბომონძღი კაფეებში იმის მაგერად რომ ვარკეთილში ვიყიდოთ ხლე არ ვიცი და რა საყვარელი ინის ჯვარი რომელიც ანათებს და ეს სხვათა შორის მაგას მინდა შევეხო ერთ წამი რომ ანუ ვინმეს თუ გინახავთ მართლა ის ხალხი რომელთანაც ეს ორი ტიპი დადის და ყიდის ამ ჯვრებს, ანუ ამათი რაღაც ტარგეტი ვინც იყო რა ამ ფილმში. წარმოიდგინეთ, რომ აი რაღაცა საშუალო სტატისტიკურ ვიღაცა მორწმუნე, ვიღაცა ბებო, ან ვიღაცა რაღაც 60 წლის კაცი, რომელიც ეგეთი ელექტროჯვარი უნდა მიყიდო. ხო, და აი ელექტროჯვარი უნდა მიყიდო რა. რეალურად ახლა ამ ფილმში იყო როგორი რაღაცა, რომ ვა, რა საინტერესოა, თო ჯვარი ანათებს, ხო, რატო მომეცი კაცო ვიყიდე და რაღაცა. რეალურად ახლა არ ვიცი. მე ეგეთი წარმოდგენა შემექმნა რა ეგრევე. შეიძლება უცდები, მაგრამ მე მგონი რეალობაში ეს რომ მიხვიდე მანათობელი იმ ჯვარზე გაცვამზე. ხო, და დაიწყება. ანუ ეგ იქნება პირველი რეაქცია, რომ რაღაც ნაკუთ წალს შეგასწავლეს. სიგანს როცა მიაქვს. ხო და თან ნეიტრალურ ფერებში არ ანათებს რა, ეხლა რავი, თეთრი რო იყოს, კიდე წითელი და ვარდისფერი და ნახე რა მაგარია და ხო. სიმას რა ქვია, ბოშას და რაღაცა საეჭვოდ გრძელთმიან გავდარ. რომელსაც მისფიტის მაისტორიაცია და ხელი აქვს მოტეხილი. ანუ ვინ არის ეს რატო მოაქვს ჯვარი, რომელიც არათუ პეტკდება ეს. არა, ნუ ეს რა სატანიზმია ახლა რა მაგაზე. მაგას ვიძახი რა ამას კრეხელობა. ეხლა ნახე, რეალურად ეს ფილმი როდესაც გააჟღერდა საზოგადოებაში, ზუსტად ეგ რეაქცია მოყვა, რომ ჯვარზე ფილმს როგორ იღებს. ხო, კომენტარებში ხო. და თებს ჯები და დამოწყა, რას ქვია, ჯვარი არათებს, ჯვარი მე ვიცი ხის და მე ოქროსი ბაბაოს რო კიდია. ხო, ანუ მაგრამ ჯვარი არ უნდა ანათებდეს. რაღაც ეგეთი. ხო და რომელ კომენტარებსაც შლიდნენ, მაგრამ ძალიან საცილო იყო. დავინახე სანამ წაიჭი. ჯერ ერთი დავინახე, მაგრამ მე მეორე ხა ნახე ამ რეჟისორებს, რომლებიც მაგაზე ასეთ რაღაცებზე ფილმს იხებენ, რომ აი ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში ტაიპშიც რა. ორი ტიპის კატეგორია არის, ხო? პირველი ახლა რომელიც რა? არ თქვი ეგ მე ვახ ამ წამს 5 წუთის წინ ხა. რა მაცო ვაფშე მე ვცხოვრობ საზოგადოებაში არსებობს. ვაფშე სხვა პოინტს ვაკეთებ, ბიჭო, რეჟისორებს ეს უნდა მეთქვა, მაგრამ გაგზავნა. ხო და ორი ტიპის თვითონ აუდიტორიაზე ვლაპარაკობ რა. ერთი რომ აი ეს კომენტარებში ვიცი იყვნენ მაგის რომ მართლა აგინებდნენ და ეს რა ყლეობა გადაიღეთ ბიჭო და რაღაცა და მე მეორე რომ ანუ შენ უყურებ და განაისრო ახლა რაღაც მაგაზე ფილმის გადაღება როგორ გაბედე ბიჭო არამედ ანუ რავი ყლეობა გადაიღე უბრალოდ რა და მაგას რომ ეუბნები ასეთ ტიპს რომ ყლეობა გადაიღო აი ეს პირველი რეაქცია არის რომ შენ გათავსებს აი
იმ რაღაცა ხო აი იმ მასაში რომ აუ შენ ბიჭო არ გესმის პროსტა ეხლა შენ ვერ დაინახე სამე კატეგორიაც არის კომენტარებში რომლებიც არის ვაიმე ერთი სული მაგ როდის ვნახავ ამ ფილმს რაღაც ხო ეგ არის ხო არა არ გადის მეორე ეგ არის დაკლევებული კატეგორია კაცო ხო ეგ ძირითადად ხო ვიღაც ეს მეორე კურსელი რაღაც კინო სტუდენტი არის ეგ საქართველოში ეს ეხება ყველაფერს იაუნის სტუდენტი თუნდაც იმიტომ რომ ილიაში კიდო ისწავლება კი ბატონო ეს საქართველოში ეს ეხება ყველა ხელოვნების სფეროს ზოგადად ნახე აზრი იხარშება ხო ამას მოუჭრით მე რამდენი ხანი არ იქნება ამის ფიქრი ნაჩვენები ჩემი ფიქრი ეს არის თერაპიულია საქართველოში არ არსებობს ხელოვნების შეფასება როგორც ხელოვნების საქართველოში არსებობს ხელოვნების შეფასება მეთანხმება თუ არა იგი მე ოკეი თუ მე იგი არ მეთანხმება მაშინ ის არის მასონური სატანის გამოგზავნილი ან თუ მე მეორე ფლანგის წარმომადგენელი იგი არის რუსული პროპაგანდა ეს არის მეტი არ არის აქ რაფერი ხო და შესაბამისად ამ ფილმმაც ცალსახად ეგეთი შედეგი დადო რომ ის არის თუ არა ეს ფილმი კარგი აღას არ აქვს მნიშვნელობა თავარი არის რომ ტრანსგენდერი არის შიგნით მე მეთანხმება ან ტრანსგენდერი არის შიგნით და ჯვარზე არის ლაპარაკი და მე არ მეთანხმება და ესე იგი სატანის არის ხო და ჩვენ ამასობაში ეს ფილმი არის ყლეობა და მე საერთოდ არ მჭირდება ამისთვის რომ იყო ტრანსფობი სულ არ მეშინია მე მაგათ უნდა ეშინოდეთ ჩვენ რეაში ან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ იმასთან დაჩვენ ვიცეკვესთან რომელიც რეალურად დებატი წავიდა იმაზე რომ ამ ფილმის დედას შევეცით თუ არ შევეცით და რეალურად ფილმი საბეჭდილება რჩებოდა რომ ვაფშე არავინ არ ნახა რა რეალურად და ვაფშე გაატარეს ანუ ერთმანეთს დახოცეს და იმ ფილმმა ჩაიარა და დაავიწყდა ანუ მე არ ნახავდი მაგალითად მე რო პიდარასტი ვიყო ხარ ნახავდი იმას რა ქვია მე ვცეკვავს რა ქვია და ჩვენ ვიცეკვეს არ ნახავდი მაგრამ დავითანხებოდი იმიტომ რომ ის ჩემზე არის და მე რო ის ვიყო რა ქვია გრუზინი მე არ ნახავდი და მე ვიტყოდი რომ აი ეს მე სტარტ ახმალი ამ ფილმმა ხო და სხვათა შორის ჩემი საყვარელი მაგ ფილმმა ქვევრში დაარტყა ვიღაცას უფრო მეტად მე ასე ვიტყოდი ხო ტრადიციულ ცეკვაში დაარტყა ქვევრში დაარტყა რას კი ბევრჯერ დაარტყა ქვევრში მე ფლეშკაზე კი ქვევრში ურტყავდა მოკლედ ეს ფილმი ანუ პროჩი არა ქვევრში იტყნაურე ეს ქვევრის ფონზე იტყნაურე kind of ხო რო ანუ ეს ხო ტრადიცია ის არის ისე რომ ხო არა გრუზინა კი აი ზედ იმაზე რა ქვია ვენახში გვატყნეს თავს ეგონათ რომ ამით დაასრულებდნენ იმას არა წმინდა ელექტროენერგიას დავუბრუნდეთ ეხლა ჩვენ ბოდიში ეს უნდა ვთქვა რომ ჩემი საყვარელი ის არის რა ქვია ტროუფი ამ ფილმში ერთ-ერთი ამ პარემ ამ მოწყვლად ჯგუფებს შევეხეთ და რეალურად ეს ახლა საქართველოს რა თქმა უნდა არ არის გამოგონილი მაგრამ როდესაც არის ტრანსი პერსონაჟი რომელიც თავის მხრივ შეყვარებულს ასათრეულობს და ცდილობს რომ დაკეროს. ამ ფილმში არის რომ ბატონი მუსოლინი დაიტრევს რაღაცა ერთ-ერთ მათ მყიდველს და მოეწონებათ ერთმანეთი და რაც პაემაზე დადიან ის არის ნატურალი გეტერო ხალი და ეს არ არის ნატურალი გეტერო კაცი ხო და წარსულში ჩარჩენილი ეს ბატონო out of touch მიზოგინი რაღაც ხო და კი ეს ჩვენი სტაბილური მაყურებელი ბატონი ხოჭო. იგი ტარაკანა იმაზე გადავიდეს ხალიჩიდან რომ მოკლა. აი მანამდე ხო და კარჩე მოკლედ გამოხდა ხანი და რაღაც ბოლოში იძახის ეს მუსოლინი რომ ბიჭო მე უნდა უთხრა ამას რომ მე ვასებატო. უნდა აუხსნა სიყვარული ჩემი დედამოთ ხო და ამთავის ხალი ამბობს ხო და ბოლოში მოკლედ მიდიან სადღაც იმაში სოფელ ვირის ყვერში რომ სიყვარული აუხსნას ხო ხედგას და უცებ გაგასვლა არის რომ ეს ხალი ტირის და ნამდვილი ხალია არა დაგლოზიებში არ მყოფი ხალი ლიტერალურად ხალი და გუგუცფერი თავისთავად ხალი ტირის და გვერდით ამ მუსოლინის ახალგაზრდა მეგობარი ამშვიდებს მე რა ის ეხლა ხომ კაცია რა გატირებს და ანუ ეგ არის ჩემი საყვარელი რაღაც ანუ წარმოიდგინე რომ
ტიპი გეუბნება აი მართლა რომ უნდა ხელი გთხოვოს ან კაკ მინიმუმ უნდა დაწვეთ ერთად ან რაღაცა და უცებ გეუბნება იცი მე ქალი ვარ ეს რაღაც რეაქცია გაქვს ხარ ცუდი ტიპი ნუ ცუდი ტიპი გამოდიხარ იმიტომ რომ აქამდე ვერ მიხვდი ხო ხო შვიდი თვე დეითობდით როგორ არ მიხვდი კაცო ამას და უროსა რომ მიხვდები და ეტყვი რომ შენ როგორ მაკადრეს რაღაც პირიქით რეაქცია აქვს რომ ტრაგედიად წარმოჩენილი რომ აი როგორ არ არის მზად საზოგადოება იმისთვის რომ აი ეს ხალხი მიიღოს ისეთებად როგორიც არიან რაც არის მსასწრაფო. კარგი, ეხლა ჩვენ ვარ ჩავარდეთ იგივე ხვრელში რომელზეაც მე ვისაუბრე ერთი წამით რომელზეც მე ვისაუბრე ამ ხვრელში ვარ ჩავარდეთ კარგი იქნება ვისაუბროთ თვითონ ფილმზე და მის ტექნიკურ მახასიათებლებზე თუ არა მახასიათებლებზე. კი ბატონო. რამე თუ მე ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი დავიწყებთ მე. კი ბატონო. ფილმ სიუჟეტი არ არის. წმინდა ელექტროენერგიაზე არ არის. წმინდა წყლის უსიუჟეტო ფილმია. ფილმი არსებობს, ისევ იმაზე უნდა გადავიდე, ფილმი არსებობს იმაზე, რომ ფილმმა გითხრას რაღაცეები საზოგადოებაზე და ამის მამოძრავებელი დასაწყისში მხოლოდ არის ეს, რა ქვია. მოდი გავაკეთოთ ჯვრები. მოდი გავაკეთოთ ჯვრები და ეს არის ის იმისთვის, რომ ამ ჯვრების გამო დადიან სხვადასხვა ადგილებზე და ამ სხვადასხვა ადგილებზე ჩვენ ვნახულობთ იმას, რომ საქართველოში არის საზოგადოება. რეალურად არის გაკეთებული რაღაცა სკეჩები, რაღაც ჩანახატები, სხვადასხვა პერსონაჟების, რომლებიც ნუ 100%-ით ეხება ცალსახა რომ არსებობენ ეს ტიპები მართლა და იქ ადგილზე იპოვეს ეს ტიპი რაღაც პატარა ინტერვიუ ჩაატარეს და მერე იქვე აწყეს სცენა, რაც ეხლა ტექნიკურ პონჩი ცუდი არ არის იდეაში რა. აი სუპთა ტექნოლოგიურად, მაგრამ რეალურად აწყობილი არის ფილმი იმ პონჩი, რომ აი იწყება ამბავი. მერე ამბის მეშვეობით დადიხარ ვიღაცა ტიპებში და შუაში ეს ამბავი ქრება და პროსტა გრძელდება ამ ტიპების რაღაცა ეს სკეჩები და რაღაცა რეალურად ამბავთან ერთად რო ყოფილიყო ეგ იქნებოდა უფრო ბუნებრივი და საქართველოს არის ესკიზი ახლა იმერული ესკიზი არტიკი ხო და ნუ რეალურად ახლა შეიძლება მაგაზე შეიგამათოს ვიღაცა და გითხრას რომ ყველა ფილმში არ არის სიუჟეტი საჭირო და რაღაც მაგრამ მე ვეთქვი რომ ჩაიჯვი იმას არა არას ვიძახით რომ აშკარად დაიწყო ამბავი ხო პოინტი მთელი მუღამი ეგ არის რა ანუ თავიდანვე რომ არ დაწყებულიყო და მართლა რაღაც სხვადასხვა რაღაცები გვენახა ოკეი იქნებოდა მაგრამ დაკონდა ამის ეს კინოთეატრში აქ ხო წმინდა ელექტროენერგია სხვათა შორის ხო ანუ ინტროშიც ანუ რაღაც ტრეილერი რო გადაიღეს იქაც ეგ ინტრიგა არის რა რომ ანუ ვიღაც ორი რაღაცა ენტერპრენერი თუ რაღაც ეგეთი ტიპი იჩითება და ჩვენ ჯარს ვაგროვებდით და ეს ორი ადამიანი ვართ და მე რაღაც მუსიკა ედება ამას და ხო იავნანას სიმიდა დაუსძინო ოყოჩაღ მუსიკალურ ადამიანო ხო და ეს რა ქვია ვერ გამომაპარეთ ფილმს ანუ რო უყურებ ტრეილერს ფიქრობ რომ ხო აქ რაღაც უნდა მოხდეს ახლა ამ ფილმში რა ეს ხატრული ფილმი ხო რომ აი რაღაც მაგრამ და რაღაც მომენტში მე მეგონა რომ ეგრე შეიძლება ყოფილიყო იცი სად ეს რო ისტორიის მოყოლაც იწყებს რომ ეს ჯრები ჯერ ჩვენ რაღაც როგორც თავის დიდ ფანტაზიას რო ყვება რომ ჯერ ყიდიდით და მე სახლებზე დააყენეს და ხო და მე მთებზე ხო რომ აი პლანი მოწიეს და იჩნდება ხო რომ მთებზე დავაყენეთ მე ჯრები და ყველა მიყიდა და რაღაც და ანუ რაღაც მომენტში ანუ სასაცილო იქნებოდა რომ ეგ ისტორია წარმოიჩინა რომ აი რეალურად ხო არის ეგეთი რაღაცები რა საქართველოში და აი აქედან დაიწყო ეს რა ანუ ეგ რო გაეკეთებინა ეგ პოინტი ეჩვენებიდა რომ სასაცილო იქნებოდა რა იმიტომ რომ აი ამის გამო ვარი რომ ჩვენ საქართველოში მაგდენი ჯვარი ყოლს სასაცილოც იქნებოდა და აი ტრადიციების დაცინოაც იქნებოდა რაღაც პონჩი რა რაღაცის გაკეთება შეიძლება მაგითი ხო რეალურად ბიზნესი მოხდეს ვიღაცა დებილი ხალხი მიდის და ამას ყიდულობს მე ესენი პირობითად ჩალიჩობენ რომ აი მე მოთხოვნა არის ზედმეტად დიდი ვეღარ ვაწვდით და ეხლა შეიძლება ამათმა ჩამოგვახსნათ თუ ვეღარ გავაკეთებთ რა ვქნათ ანუ აი მილიარდი რაღაცის გაკეთება შეიძლება რა და იმ მონტაჟის დროს მე რაღაც პონჩი თავიდან ვერ დავამუღამე რომ ეს ამათი რაღაცის მანება იყო პლანზე ნუ მე რო დაბრუნდნენ ნუ გასაგები იყო მაგრამ რეალურად მე მეგონა რომ გადახტებოდა რაღაცა 1 წლის მერე და ტრანსპორტიუმებია თუ უკვე და რაღაც ლიმუზინით დადიან და რაღაც მაგრამ რეალურად მაგაზე არ არის ფილმი გავიგე მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ფილმი არაფერზე არ არის ხო გარდა საზოგადოებაზე რომელშიაც ჩვენ ცხოვრობენ ისაო მაგრამ ამ ფილმის გამოსწორება ძალიან თავისუფლად შეიძლება ანუ ეს ფილმი არც არის ახლა ეს არის რაღაცა ეს არის ხო რავი ცულითან აი ეს კომენტარი არის ახლა კოგორო დაფრინავს რა
საზოგადოებას ვლაპარაკობ. ახლა ნახეთ. ამ ფილმად გადაქცევა შეიძლება ძალიან თავისუფლად. ჩვენ გვაქვს ერთი ის გვაქვს, რა ქვია, story beat-ი, გვაქვს რომ ჩვენ თავარ ტრანსვესტიტ პერსონაჟს აქვს ვალი. და არის კაზინოში მოთამაშე ლუდომანი, ლუდოვუმანი, მოდი ასე ვთქვა. ოკეი. ეს story beat-ი გვაქვს. შესაბამისად, ეხა ეს რას იწევს? იმას იწევს, რომ ფული გვინდა მალე. ჯართი არ გვეყიდება, ღმერთი მოგცემსო. ამან თქვა რომ არ მოგცესო, ნუ მოკლედ. იპოვიან ჯვრებს რკინისას თავის საჯართეზე, გაემაგრები რაღაცა და უცებ კლასიკურად იხოდება ამბავი თავიდან. მე ერთი წლის მერე ქათევაი რაღაცა მდიდრები არიან, რაღაც ფული პავა. ხა და მაგრამ კლასიკური ეზოპეს იგი იგავარაკი რომ მათ უვარდებათ თავში და რამე თუ დაიწყებენ იმის დამალვას ფულის არა მაგ ნახე არც ეგ არა მაგ არც ყლეყვევი არა მაგ და მე ისინი მოთხოვენ პროცენტებს როცა დაამოღამებენ რომ ამას დოხვია ფულია და ამის გამო დაევართებათ რაღაცა კონფლიქტი და მე შეიძლება მილიარდი რაღაცა მოხდეს და ამათ ეკნებათ დილემა რომ ან დათმონ თავიანთი ჯვრების ბიზნესი და დათმონ თავიანთი ჰუბრისი და ესა ეგო ან დაიკიდონ ეს მევალეები. დიახ. არა, ნუ არ ვიცი ხა, მოკლედ ანუ სიუჟეტი განვითარდა და ბოდიში ეს არანაირად და ვეღარ განვითარდა და იმ ესკიზების გაკეთებას, რომელიც ბოლოში გააკეთეს ამას. ხო, თუნდაც რა გქონდეს დასაწყისში, ანუ პირველი აქტი იყოს ის, რომ შენ პრობლემა გაგიჩნდა და ამ პრობლემას აგვარებ ჯვრების გაყიდვით და აქ მე ესკიზები გაქვს, რომ ვიღაცებთან მიდიხარ პატარა მონტაჟი. ადე ბიჭო ჯვარი აგა ეგეთი. ვაი მე შვილებო, მაგიცოდვა რაღაც ეგეთი რა. უცებ ეს მონტაჟი რაღაც გაჯე, მიდი მოჭერი დაჭერი რაღაც რა ვიცი მე უცებ გადადიხარ იმაზე რა ქვია მეორე აქტზე სადაც ფულია ვა ბიჭო გაგვიყიდა თო რაღაც ეგეთი უცებ ბრახ ერთ წლის მე მონტაჟის ბედნიერების მონტაჟი push to the limit რა ეგეთი რაღაცა მე ბრახ გადადიხარ მესამე აქტში სადაც ამას დიდი მეშენი აქვს რომელზეც აქვს დიდი ჯვარი და მე ეს ბიჭე მოდის და ამებას მუსოლენის ეუბნება შენ ჩემი შენ არავის არ მიცემ ჩემი მოთხოვნის უფლებას და მოდი აქ ვარ მე და თან ესურის ამას და იმას ჯვრები უდევს მაგიდაზე და თავია ყნოსავს ამ ჯვრებს და ბოლოს ეს რა ქვია აპტიმს ბრიდავს ეს იქრო არა ჩემი მოკლა და უკნიდან ესურის ვიღაცა და ვიღაც არა ის კლონი ტიპი რო არის ხო იცი ყუთში რო იმალება აი ეგ ტიპი ყუთიდან ბოლოში აკვარიუმის მეოთარი გლობუსი და ზედაც წვიდა ელექტრონი დიახ ხო ძალიან კარგი ფილმია შეიძლება ეს გააკეთებინა მაგრამ ეს არ გააკეთეს ეხა რეჟისორმა ეს რო ნახოს და იმედიან ნახოს პირველში გამარჯვება ბიძვიფოს შარლატანო მეორე რიგში ეს რა ქვია ეხა შენ გიტყვი რომ მე ეგ არ იყო ჩემი ჩანაფიქრი იყო რომ მე მინდოდა მეჩვენებინა საქართველოში როგორი საყვარლები არიან პროლეტარები ხო რაც არ არიან დაწერეთ სტატია შემოიფარგლეთ არავის არ აინტერესებს საქართველოში ვარკეთილში კაცი რო ძრება ებაში რა ქვია ხუთში და უხარია და არც ის არ აინტერესებს რომ კიდე როგორი ესკიჟები დრამზე რო უკრავს რა ქვია ბაბურო რაღაცებს აგროვებს ხო და ლაკელი სანტა-კლაუსი ბაბურო ეს ნუ თავისუფლად საყვარელი იყო სხვადასხვა ავტერ კრედიტი იყო ამ ფილმში რომელშიც ახლა ჩვენ ბოლომდე არ დავრჩით მაგრამ ჩვენ გვქონდა თეორია რომ ბოლოში ეს ტიპი კამერაში შემოიხედავდა და იტყოდა რომ ჩვენ მე გუნდს ვკრივავ ეგ კი არის ის კაცო არა ეს უკრავს და სამუელ ჯექსონი შემოიხედავდა ეს კარისხმა უნდა ყოფილიყო. დიახ, იყო კიდევ. ხო მივხვდი რომ კარისხმა. რა ჩერდი. უფრო გრძელი კარისხმა უნდა იყოს. ისმის. და ეს და შემოსა. Nice play, nigga. ეს შემოვიდა. I be that Samuel Jackson shit, nigga. I be putting together a team, nigga. Wow. და მარველის ლოგო და სხვათა შორის თემასთან დაკავშირებით, თემასთან დაკავშირებით აქ
არის სხვა შორის ძალიან ესეთი ყველაზე საინტერესო ფილმში რაც მოხდა და რამაც აი სერიოზულად დამაფიქრე კაგრას აი დაჩვენ მიცეკვესთან არის ეს პატარა პარალელი რა რომელიც ასევე ნელ-ნელა იხოდება ახალი კლიშე ქართულ კინოში რომ და იყოს ეპიზოდი სადაც თავარი გვირს მეორე მთავარი გვირი მიყავს ტრანსებში და ხო ბაზარი არა ეს სცენარი სადაც ჩვენ ვნახულობთ რა საყვარლები არიან ტრანსები აი ნახე არასრულწლოვან ბიჭს შეთავაზა ძუძუზე ხელის მოკიდება ვაი არა ეს არის უშუალო ხო ეხლა რა კითხვა მაქვს მე აი გვიყურებს იმედია რომელიღაც კამერა ეს ტრანსები პერსონაჟები არ ვიძახი მსახიობები კაი გავიგერო იგივე ტიპები არიან მაგრამ პერსონაჟები იგივე პერსონაჟები არიან რაც მაშინ then we dance-ში რო ტრანსები არიან და ამით ისე კითხვა მინდა ეს ორი ფილმი ერთ უნივერსში ხდება ხო და მაგით არის ტრანსგენდერების ჯექსონის მაგიტოა ხო ანუ მაგას ვიძახი მაგაზე გავახსენდა რომ ანუ ტრანსგენდერების ის არ ქვია სინემატიკ უნივერსი გვაქვს საქართველოში სუ მაგრამ უყურე ხა not to be confused with TSU ნახე ხა მანდრა არის არა ბიჭო ხო არაფერი არ მეთქვია და ერთ წუთი ან მე მინდა რომ ისე ფილმის ამბავს დაუბრუნდე და სიუჟეტს ანუ მე წავიკითხე ის რა ქვია ინტერვიუ ამ ფილმთან დაკავშირებით სხვათა შორის მე ამაში დრო ცოტა დავხარჯე მადლობთ ხო და ეს მოიღულია ხო ეს ტიპი ვინც თავარი პერსონაჟი არის ეს იძახის რომ ხო ყველა ის ვინც ვართო პერსონაჟი ვართო იქო ვინც იღებდა ფილმს ვგითხრა რომ მაქსიმალურად თავისუფლები იყავით და ჩვენსო ეს რა ქვია მსახიობები არც ერთი არ ვართო და ხამით რის თქმა მინდა საბოლოო ჯამში ხა მაგანა მაგის გაკეთება ზოგადად ცუდი არის მაგრამ ამ ფილმს აშკარად ეთყობა რომ ტიპს პროსტა ანუ რაღაც ხო რა რაღაცის გადაღება უნდა და ის რაღაც ხვაზე ხარა მივიდა ეს ტიპი და ხო ვითამაშებ კი მომწონს ეს ფილმი და აუ სცენარი მაჩვენე რა და არა ძმა სცენარი არ გვინა შენი თავი იყავდა და იმასაც მაგრა გაუსწორდა რომ რა მაგარ ფილმში ვარ ხა ჩემი თავი იყო და აუ ეგ ეთყობა იმას რა საბოლოო ჯამში ფილმს იმიტომ რომ არა იცი რა არა რაღაც ბოდავენ რაღაცებს ბიჭო ანუ ეს არ არის რაღაც ანუ ადლიბინგი ხო რაღაც არ ნახე ეგ არ არის ეხა ამაგან კითხვა რომ ჩვენ არც ერთი არ ვარ მსახიობი თქვენი თავი იყავით გითხრა მაგრამ ყველა ქართველი მსახიობი ყველა ფილმში ხო ეგ ცალკე პრობლემა არის საბოლოო ჯამში მაგრამ გიორგი ყიფშიძე ყველა ფილმში და კიდე ვინ არის ქართველი მსახიობი კახა კენწურაშვილი არის რა ქვია კავკასიელი ხო კავკასიელი ის გოგრიჭიანის კიდე ასევე ხო ნუ ხო ანუ ქართველი მსახიობი არ არის ერთი პლუსი ის არის რომ ამ ფილმში ახლა მართლა ეთყობათ რომ არ თამაშობენ რა ანუ რეალურად აი ავთენტური ვიღაცა ისინი ბომჟები არიან რა იდეაში იმიტომ რომ ხო ანუ ტიპებს აშკარად ეთყობათ რომ მართლა თვითონ მოშვებიან მაგრამ პრობლემა მართლა მაინც არის ის მომენტი რომ ამ ფილმს პატრონი არ ყავს იმ თვალსაზრისით რომ ანუ აი რაღაცა ბიჭო ტრაგრი არ მოძრაობს მაგრამ არ ხო ეგ უნდა მეთქვა კიდე რომ ეს ძალიან მოდაში შემოვიდა დეა ყულუმბეგაშვილის დასაწყისი არის არსებობს ეგეთი ფილმი მაგის მერე შეიძლება იქამდე წავიცი აი ეს რაღაცა 4:3-ზე კადრი რომელიც რაღაც ინსტაგრამის rills გავს და ორი ტიპი დგას ესე სტატიკურად ეს 15 წუთის მანძილზე ზურგით და ლაპარაკობენ როგორ იმაში იცი აი რა ქვია რიტმით ბიჭო ხო წავიდეთ რავი რას ფიქრობ არ ვიცი და ეს კადრი მიდის 15 წუთი რაც ახლა გავიგე ბაზარი არა სტილია და რაღაც მაგრამ ის სხვა ფილმების კონტექსტში რო განიხილო ანუ ბლად არა ეგ არ ვიცი ანუ ეგ არის რომ მეზარება ფილმის გადაღება ჩემი აი მარწმენით ანუ ხო რეალურად ეგ არის აი ზემოთ ხსენებულ შარლატანს თავზე აქვს წასმული შპაკლეთ ის რომ ეს არტია ძმაო ეს ორი ფარაჯანოვი რომ მაგას აკეთებდა ფარაჯანოვი იყო თესლი ტიპი და კარგად აკეთებდა თან ის მართლა გეი იყო ხო ასომეხი ხო და რა ვიცბავ ანუ ფარაჯანოვს რატო ბაძავთ კაცო მიუბაძოთ ვინმე ისეთ ტიპს ვინც ადვილი მისაბაძია უფრო ხო ანუ რა მყრია ეს არის ვიტყოდი რომ ფარაჯანოვიც არ აკეთებდა ამას კარგად ალკე ვიდეო ამას არ არის ალკე ვიდეო ტრაქშიტის შეყოფა და მე მოწოვა ყოველთვის ტრაქშიტის შეყოფა და მე მოწოვა მაგას ახლა სიბართლეთ ვერ მოვყიდი კი ბატონო არა მე ამაში არც მე ვერ ვეთანხმები ძირფასო მაყურებელო ფსევდო ინტელექტუალიზმი ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს მაგაში და შეგიძლიათ ამაზე მაგრამ ეხლა უყურე გასვლა მომდიარო მაგრამ მე ვიტყვეს რაღაც ახლა რომ
უკვე. მე რა კიდევ ვიტყვი, ვინ დამიშლი, შენ ვერ დამიშლი, არა, ვერ დამიშლი. მე დაგიშლი. ხო და საბოლოო ბავშვი ფილმის ბოლოს ხდება ესეთი რაღაც, რომ ამიტომ მე ეს ტიპი ბოლო კადრზე რას ფიქრობთ? მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ჩემი ბოლო კადრით საცხად ჯერ მაქამდე. რას ანუ მიხვიდე, მაშინ ჯერ უნდა დააესტაბლიშო ციგანის სტორილაინი, რომელსაც მე ვაპირებდი და ციგანის სტორილაინი. ოკეი, კაი, ქათი. რიცადე ერთი წამი კაცო. მე უნდა ვთქვა, ეგ არის ჩემი სალაპარაკო ესა. იმიტომ რომ ასპირატი ისტორია აქვს. ციგნებთან მე ნამდვილი ორჯიება იციან, რომ მე ციგნებთან ომი მაქვს, მაგრამ ნახე ხა საქართველოში გლობო ჰომო ისიც რას არის ეს? შენ განსაკუთრებით გეცოდება გლობო ჰომო რა არის? რო ხარ. თუ შეიძლება გააგრძელოთ საუბარი. ანუ ის რასაც ხოცები deep state-ს ეძახიან რა, პირთა წრე, რომელსაც სურს რომ გაგვაგებონ, რომელიც არსებობს მართლა. თუმცა ხო, ნუ ეს არ არის ისე როგორც ხოცებს ეს წარმოუდგენიათ რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მოკლედ ამ მოძრაობის მზე ჩაესვენა უკვე მსოფლიოში. კაი, შეჩება, კაც, ბლიან. ჯესერთი ეს ფილმებთან კავშირდება ყველაფერი. ეს რა ქვია, რა ვიმე, რამდენი ჰოლივუდური ფილმი არის, რომელიც იმას ტანჯერინი მაგალითად, რომელიც iPhone-ით არის გადაღებული და რაღაც მოკლედ კვლევა. და ტრანსებზეა. და ტრანსებზეა. კი ბატონო, ანუ არსებობს რაღაცა კაბალი, არა ძლიერი ან რაღაცა, просто გამოსილებული. There is an additional voice. გამოსილებულთა ჯგუფი არსებობს, რომელსაც მოსწონს ის, რომ ფილმებში არიან ტრანსვესტიტები. ოკეი. უყურე ხარ არის. საქართველოში ყველაფერი ნელა მოძრაობს. მე მოდის. აჰა. კოლორა ქვია ინტერნეტი. ხო ესე არის. საქართველოში კულტურულად ყველაფერი აგვიანებს, ხო? აჰა. საქართველოში და შესაბამისად მომაც დააგვიანა. ამიტომ ერთი რაღაცა თემატიკაზე გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენ უცებ უნდა შემოგვატენონ ეს ყველაფერი. ამიტომ ეს ტრანსგენდერი. ოკეი, შო გავიგე. ის არის და ის მიქსინგიც გვაქვს აქ. ოკეი, კაი, მივედით დაწყობილი პოინტამდე. რომანსი და ინტერჯენდერ რომანსი არის ერთად. ხო. ბლად რომანს, ლამეთ ინტერჯენდერი არ არის. ისედაც. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ინტერჯენდერი გამოდის. ხო. ხო, ორი ჯენდერი. არის ფილმში არის ორი ჯენდერი. რომანტიკა ორ პიროვნებას შორის, ნუ ერთ პიროვნებას და მეორე სუბიექტურად პიროვნებას შორის. ადამიანსა და ციგანს შორის. და ფილმი გვეუბნება, რომ ვაიმე ციგნებიც საყვარლები არიან. ეს ტყუილია. ხო, რა ვიცი, სიგარი თუ ყავთ ცხოვრებაში რა, ეგრე არ იქცევა არც ერთი სიგარი ალბათ, რა ვიცი. ნახე ევროპა რომელიც გამოირჩევა იმით რომ ძალიან უყვარს ყველა და ყველაფერი. ევროპაშიც კი ციგნების მიმართ არის რასიზმი. რატო? ბიჭო, ვერ მომყიდი შენ ფილმო. რო ისინი უბრალოდ შეიძლება ბაბა იყიდე, ბაბა. ხო, აი შეიძლება კიდევ თქვა ერთი ვიღაცა ტიპი არის სადღაც მართლა ციგანი, რომელიც არის რაღაცა საყვარელი ტიპი, მაგრამ ამ ფილმში მართლა არის განზოგადებული ხო ყველაფერი ის რაღაცა ტიპები. არა, ხო, მთელი ბუღამი, აქ ის არის, ეგრეა, კაცო, ეს კი არ არის რომ ვიღაც მაგალითად ეს გამონაკლისი არ არის, ყველა ესეთია. ხო, ანუ ვიღაც მდიდარი კარგი ეგრე, ანუ ის კი არა რომ ვიღაც მდიდარი კარგი შეიძლება იყოს და ვიღაც ცუდი და ვიღაც ღარიბი კარგი და ვიღაც ცუდი. არა, ღარიბები აბსოლუტურად კარგები არიან და ვაკეში მცხოვრები ხალხი აბსოლუტურად ცუდები არიან და ანუ არ არის ეგრე. შეიძლება ვაკეში მცხოვრები ადამიანის უმრავლესობა ასეთია, მაგრამ ყოფილა კომენტარი ვაფშე არ როგორ არ იყო ბიჭო, ელიტაში რაღაც ელიტურ უბნებში თუ რაღაც ეგეთი ფული იყო, კი. არ ყოფილან, მაგრამ პერსონაჟი ამბობს კაცო, რომ ეს რა ქვია, მახსოვს ზუსტად რომ არის ეგ პოინტი გაკეთებული. ვაკეში ამას ვინ იყიდა? ვაკე არ არის ნახსენები, ელიტური უბანია ნახსენები თუ რაღაც ეგეთი. იყიდიან მაგრამ ხო, რაღაც ეგეთ პონჩი არის ნახსენები, რომ ის ცუდია რა, და აი აქ შვეში ეგაცუდი იმას. მაგ დროს ეთყობა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ ეს ბიჭო ტრანსიაო და ეთყობა მაგითო. არა, უეჭველი არის მახსოვს ფილმში. მომისმინე კაცო. ხო. შენ რაც თქვი ეგ არასწორი, ეს არ გაჩვენებს იმას, რომ ყველა ციგანი კარგია. დაბარას უჩვენებს. ეს გაჩვენებს იმას, რომ ერთი ციგანი კარგია, რაც მე ცალსახ დავითახო, მაგრამ არ ხა ამ ფილმს ვერ დავადაშევთ იმაში
შემთხვევაში რომ ყველა ციგნის მიღებაში მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს ყვება იმას, რომ აი ჩემი და გაათხოვეს პატარა იყო რა. ბავშვი იყო გაათხოვეს. ეხლა ეხლა არა მეც გამათხოვებენ. ხო და ნახე, ეხლა შენ ურევ მაგას სხვა რაღაცაში ნახე. ეგ არის რომ ტრადიცია ცუდიას ლაინში გადის ეგ საბოლოო ჯამში. და ეგ იმაში კი არ გადის რომ ნახე, ციგანი ცუდიას კი არ ამობს ეგ საბოლოო ჯამში. ეგ ამობს რომ ის ციგანი რომელიც იქ ცხოვრობდა, კარგია, რომელიც ტრადიციამ დაჩაგრა, რომელიც ცუდია. მიხდი? ანუ ციგანია რომელსაც დაჩაგრა. არა, მაგას არ გეთახმები. რას უნდა იწოვდეს ეს ფილმი? ხო ეს ფილმი ხო არის ფილმი, ეს ფილმი არის რაღაცა PowerPoint-ის პრეზენტაცია, ოღონდ რომ მოძრაობს რა, ანუ რაღაცა იმაზე მოძრაობა ჯგუფებზე. მე ვერ ვიტყოდი რომ ამ ფილმში კამერა მოძრაობს, მაგრამ კარგი. უილად არ ვთქვი PowerPoint-ი, მაგრამ სხვა რაღაც ვიძახი რა. სურათთა კოლაჟი დიახ. რეალურად ეხა აი ამათი ჰედკენონი რა იყო ხო, რომ აი ტიპი ნახავს ამას მაყურებელი გავა ქუჩაში და ვიღაცა ციგანი რო ეთყვის რომ რაღაცა მომაწუწნინე რაყინი თორე შეგაფურთხებს ახეშიო ანუ იმაზე შენი დედა მოთხან კი არ უნდა იყოს რეაქცია ეხლა ვხვდები რატო არის ესეთი ანუ ეგ შეხედი აი ზუსტად მან ისტორია მაგრამ მან ცდები შენ მაგითი ურთხამ შენ თავს დანას ან ვითარცა თორნიკე რეჟაძე თავს იკლავ აი ასე ნახე ეს ფილმი ჯერ ეს პირველი ნაბიჯია ეს რომ ყველა ციგანი კი არ არის ზოგი ოკეი ეს ოვერტონის პანჯარა არის შენ მიიღებ იმას რომ ოკეი 1-2 კარგია რა ყავა გინდა ოკეი წმინდა ინტერნეტის შემდეგი ფილმი რომელიც იქნება წმინდა ელექტროენერგიის შემდეგ წმინდა ბორბალი ბორბალი გაფო ჯვარის გიფები აი ფილმი უნდა იყოს მაგაზე რომ 2006 წელია საქართველოში დაიდროპა ეს რა ქვია ინტერნეტი და ვიღაცა ორი შარლატანი არის რომ ჯვარის გიფებს ყიდე აი მაგაზე უკვე სასაცილო ფილმია ვიცი თან იცი რა არის ესენი შარლატანებათაც კი არ არიან გამოყენებული არა ხო ეს ესენი არიან აი რაღაც ტიპებად რომლებიც აი რა უქნათ ხოდი აი ეს ვქნათ რა აი ჯვარი ხوارი გავდოთ ხო იგი ანუ ვიდეოში ხო აი რა ვიცი ხა მაგ კინოდან რო გამოვედით ხო იქაც ვახსენე ხარ ეგეთი ფილმი რომელიც კაცშულს არ გეკნევათ ნანახი მაგრამ ნუ არა უშავს მაგრამ კაი პარალელია არის ეგეთი ფილმი პროდიუსერები რომლებშიც ესე იგი არის ორი წარუმატებელი პროდიუსერი და იძახიან რომ კაროჩე რა ვქნათ რაღაც თუ დაუშვოთ მაყუთიო რა და ერთ-ერთი ტიპი მოიფიქრებს ეგეთ სქემას რომ მოდი ბროდვეიზე დავდგათო სპეციალურად ცუდი სპექტაკლიო და ამითიო ნუ რაღაცნაირად გამოთვლიან არ ვიცი ამითი რაღაცნაირად გამოთვლიან რომ გააკეთებენ მეტ ფულს რა დადგამენ სპექტაკლს იმაზე ნაცისტებზე რომელიც უცებ გაისვრის და ყველას მოეწონება ეს და ამის გამო ესენი კარგავენ ფულს და არიან შარში რა და იქ ჯერ ეს ერთი შარლატანებად არიან გამოყვანილები ეს ტიპები და მეორეს ერთი ამათი გეგმა უცებ ამოტრიალდება აქ არ ამოტრიალდა არაფერი აქ პროსტა დაიგინდეს შუაგზაში ესენი შარლატანები ვერ იქნებოდნენ ჩვენი იმიტომ რომ არიან საყვარელი უნდა იყვნენ ხო მთავარი პერსონაჟები არიან რომლებიც ხო ანუ როგორ შეიძლება მთავარი პერსონაჟი ცუდი მე ვერც კი ვიხსენებ მართლა რომ რაღაც ქართულ ფილმში მთავარი პერსონაჟი ცუდი ტიპია არა არ არსებობს იქნება ეგეთი არა მე არ ვიცი არ მოხსენე ძველები წავიდეს თუ ახლებში ახლებს გულისხმობ იმიტომ რომ ძველები გასაგები არის რომ მთავარი გმირი აი ცუდია ვიღაც ცუდი პერსონაჟები რო არიან ფილმში გასაგებია მაგრამ ყველა მთავარ გმირს რაღაც მომენტში აქვს აი ეს ისა redemption რა რომ აი შეიძლება ფილმის განმავლობაში ცუდი იყო მაგრამ ბოლოს რავი თავსი ბრიდავს ან რაღაც ეგეთ ხო ეგ არ მაქვს ანახე არ ვიცი ის რომელია მიშა ანდღულაძე რო ეს არის რა ქვია ტუტსი რო არის მისტერ ძიძა ეს სხვა შორის ყველაზე კომერციული ქართული ფილმი ყველა დროის. მართლა? ძალიან მაგარია. ქართველებს რა ქვია, ბუმერებს ტუტსი ნახი აქვს და მე შვენო ნახე, კაი, იგივე რო ნახე უღოთ ქართულად. წამოწაგიყვანო, თან იგი თამაშობს, ქალებს რო თამაშობს ხოლმე. და არა ბიჭო ისე წარმოიდგინე მართლა. ის რომელია ნიკა გრიგოლია რო ძარცველია. თუ ეგეც ეგ არის. არა ეგ სხვა ფილმია ვიცი რა ეს ამბობ ეგ არის აუ რისი რემეიკი არის ეგა Home Alone-ის ხო აუ არ მახსოვს რა ქვია მაგას მაგრამ ხო აძინდომა არ მახსოვს მაგრამ ხო ვიცი რა ეს ამბობ კი ისე წარმოიდგინე სცენა მართლა რომ ესენი რაღაც ნიკოლო მუსოლინის რომ მიდის გადასაღებ მოედანზე და
ხალხი რო არის შეკრებილი რა, რაღაც ესეთ სახეებით რა ხდებაო და რეჟისორი გაგიჟდაო ბიჭო რაღაცებს ლეწავსო იქითო რა და შევა და მართლა ყველაფერს ლეწავს და რა ხდებაო კაცო და თავარი გმირები შარლატანები ვერ იქნებიან ბიჭო ვერა სცენარში არ მუშაობს ეს და რო ტირის და რო მიხვდა შუაგზაში რომ ვერ გააკეთებს ამათგან რაღაც ცუდ ტიპებს და მოუწევს ამის გადაგდება და მაგითო იმას ქნა რა ქვია მე ასე მგონია რაღაცა ამოსაჭრელია რაღაცა ხო არ ვიცი შეიძლება ასეც იყოს ერთი ადამიანი ორი მესამედი კადრის ამოსაჭრელია კი ერთი ხო მე მგონი ესეც 4 მესამე 4 სამზე უნდა გადავიღოთ ეს გადაცემას ჩემი აზრით ნახე მიშა ანდღულაძე უნდა ყოფილიყო ნიკოლო ბარტომუსოვის როლში არა სასახად კარგი იქნებოდა ჩემი აზრით აი მე და კარგი ფილმი გამოვიდოდა რა ხო მიშა ანდღულაძე ხება ხოლმე ხშირად ეს თუ დაკვირვება ხო ესე ეკეთებს ხო? ხარ გარდა იმის, ანუ მე აქ ეხლა იმას ვერ ვაჯამ რომ სახეობი ცუდად თამაშობენ, იმიტომ რომ რა ვიცი. ხო, არ თამაშობენ ჯერ და აი იმან თქვა რომ რა ვიცი, მე ქუჩიდან აკრეფილი ხალხი ვარ თუ ანუ არ ვარ სახეობი, რაც ოკეი, კაი, ხო, არა ჟანრი რო არის, ვიცი და კარგად რო არის გაკეთებული. ეგეთი ჟანრი, ეგეც ვიცი კაცო, ეგეთი ფილმები. ეს ცუდად არის გადაგებული. ფილმები არ არსებობს, და დაიწყო ჯერ ფილმების გადაღება, მე ჟანრების. ხო და მაგამ ბავში ვერ ვაჯავ, იმიტომ რომ ხა რო ვთქვა რომ ბიშანტგულაძე ამას უკეთესად გააკეთებდა, იმიტომ რომ ხო ის კარგი მსახიობია და ბიშანტგულაძე უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ბიშანტგულაძე სასაცილო იქნებოდა კარგი მსახიობი. ხო, ანუ კარგად გამოვიდოდა, ხო. არა, ბიშანტგულაძე ხოთაშიც კარგი მსახიობია. კი, ცალსახად კარგი არის. ხო და იმის თქმა უნდა რომ მინიმუმ მაინც გამეცნებოდა რა. ამ ფილმზე არც კი გამეცინა. ანუ ისიც არისო რომ რაღაც გამეცინა რომ ყლეობა გადაიღო. ანუ ეგეც არისო რა. რეალურად ნერვები მომეშალა. ანუ გავბრაზდი რომ ანუ ეს რა არის. ეს ფილმი არის გათვლილი რეალობისგან მოწყვეტილი რაღაცა დიდარ ტიპებზე. რომლებსაც უნდათ რომ ეძმაკაცონ ღარიბ ტიპებს და უნდათ რომ ღარიბ ტიპებზე ზრუნავდნენ. და აი ამ ფილმს რო უყურებენ, იტყვიან რომ ვაიმე, როგორი თბილი ფილმია, აი ჩვენ მართლაც გვიყვარს ღარიბი ხალხი. მე არ ვიტყოდი რომ მაინც და მაინც მაგ ტიპებზე არის გათვლილი, ასევე გათვლილი არის აი რაღაც ვიღაცა ფესტივალებზე. არა მარტო ფესტივალები, აი რაღაც იმაზე რა ქვია, TikTok რაღაცა მობზე ხო შეიძლება ითქვას რა, აი ტიპებზე რომლებიც რა ვიცი, მართლა რაღაც იმაზე რა ქვია, კინოზე სწავლობენ მაგალითად ან რაღაცა და აი მაგ სასტავში ტრიალებენ ან რაღაც რა ვიცი მე არა მარტო ისეთი აი მაგალითად ჯენზის ვისაც ეძახიან რა იდეაში მაგ ტიპებზეც არის გათვლილი რა ეგ მაინც და მაინც ეს დიდარი ტიპები არ არის ხო ხო აბა მე რა ვთქვი კაცო დავაკვირდეთ ჩვენო ვიყავით კინოში ხო ეგეთი ტიპები იყვნენ ჩემი აზრით მილენიალო ტიპები იყვნენ უფრო მაგრამ ჩვენ ერთი დღე ვიყავით და რა ვიცი რომ ჯენზებმა ეგ პირველი არ ნახე და თავით არ დაეტაკნენ იმას რა ქვია აუდიტორიას ხო პირველივე დღეს ყველა ჯენზი ვნახა ეს მე არ ვიცი 25 წლამდე ტიპები დაუთვალე პირადად მე და გვერდით გვეშ და ვიღაცა დაბოლილი გრძელწვარებიანი ტიპი რომელიც ესე უადგილებლებს ხვდებოდა სიცილეს და მე ჩემ გვერდით და ორი წვილი რა ერთი წვილი ორი ადამიანი ანუ ეს სოიო მამრი იყო ასერად და სუქანი შეყვანებული ყავდა და ოკეი ეს სუქანი შეყვანებული თალსახად რაღაცა გრუზინული ოჯახიდან არის აღმოცენებული და ამ მილენიალს უნდა რომ პროგრესული იყოს რა და გან გრუზინოს ის არა თვითონ უნდა რომ იყოს რა ცოტა ოკეი ის იქ რაღაცა ტრანსვესტიტი რო იტყოდა რაღაც ხუმრობას ესე გადის და მე ის გოგო გადმოხედავდა ეს და ეს არ არის ასე დიახ დედოფალო ამას არ გავხსენებია ხო და ნუ ეს არის რა ეს არის საზოგადოება ჩვენ ცხოვრობ და ეხლა იმაზე რომ უპასუხოთ შეკითხვაზე რომ ვინ არის ხო მაყურებელი გარდა ჩვენი ევროპელები რომლებიც ამას მე ფულს მისცემენ რომ პიდერასტები არიან ფილმში მეტი არაფერი ხო ახსენე რა იმიტომ რომ არა ჯოა შეიძლება არის კიდე მეორე მომენტი ახლა მე გავიგე რომ ქართული კინო აქვს მიტაცებული ერთ არც ისე ხმებიან ადამიანს ხო ვიცი კი ლაპარაკობ რა ერთ ტიპია რა არის შენ რომელსაც ლაპარაკობს ესეთი ხო და მაგას აქვს მიტაცებული ქართული კინო და დედა აქვს მოწყობილი ქართულ კინოს მაგრამ ბიჭო სანამ დედა მოეწყნებოდა ქართულ კინოს იქამდეც იყო იქამდე დედა ქონდა მოწყობილი არა სხვა რამეს ვიძახი რა რომ ბიჭო ტიპები
იღებენ ფილმებს იმისთვის, რომ წაიღონ ფესტივალებზე და შეტენონ მარტივად ამ ფესტივალებზე, გააკეთონ ფული, ჩამოვიდნენ უკან, გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ შეიძლება გიჟი ვარ და არ მესმის არაფერი, მაგრამ მე სხვა წარმატებული ქვეყნების პრაქტიკიდან, რომლებმაც რაღაცა კაი კინო შექმნეს, არის რომ ისინი ქმნიან მართლა თვითმყოფად რაღაცა ფილმს, რომელიც არის ფილმი და არა მართლა რაღაცა პრეზენტაცია კინოს სახით. მიაქვთ ფესტივალებზე, იმ ფესტივალებზე ეს ფილმი მოწონთ და ესენი არა თუ ფულს შოულობენ, არამედ კარიერებს იწყობენ მაგით. ეს ეგრე აღარ არის. რომ ისინი ფილმის კარგი რეჟისორი რო იყო, შენ უნდა გინდოდეს ფილმის გადაღება. მაგას ვიძახი. მაგრამ საქართველოს ეგ ასე არ ხდება. საქართველოს ხდება შენ რაღაც ითქმა გინდა საზოგადოებაზე და აგერ კამერაა. მაგას ვიძახი მე. ეს არ არის რეჟისორი, მაგას არ ქვია. მაგას ქვია ესე რა ქვია, ოპინირებული შარლატანი. ხო, რაღაც წარმდგენი, პრეზენტაციის წარმდგენი. ხო, პრეზენტაცია თუ გინდა გააკეთე მაშინ დოკუმენტური ფილმი, გააკეთე ისა ვიდეო ესე დაწერე. ხო, და გარდა მაგის, ფილმი რაღაც მომენტში, ისიც, შენ როგორ უნდა გაარჩიო, რომელიღაც რეჟისორი საქართველოში ერთი მეორისგან, ხო, ეგ საქართველოში შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ყველა ერთ იგივე რაღაცას იღებს დღეს. კამერა იღება მეორე ფილმებში კამერა. ხო, ეს იმიტომ რომ იმან გარდა იმისა, რომ კამერა დაიჭირა ხელში, ისწავლა რომ შეიძლება დაიჭირო ეს კამერა და ის რა ქვია, აღარ ხოებეცი, იმიტომ რომ იმაში ნაკლები გეი იყო, ამიტომ ნაკლები ფული ქონდა და შტატის ფული არ ქონდა. ახლა ბევრი გეი იყო და შესაბამისად შტატის ფული. პოინტი რა არის ხა საბოლოო ჯამში? ეს ტიპები ხო გაჩვენებენ რაღაცა რა ვიცი მე რეალობას, რომელსაც იგონებენ და მე შენ გაჯერებენ რომ აი ეს არის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ რა. ამ ფილმში არც ერთ ასეთ ფილმში, რომელსაც რავი მე ბოლო წლებია ვიღებთ, არ არის ნაჩვენები ამ რეჟისორის რაღაც პირადი გამოცდილება რა, რომ აი მე გადავიღე ფილმი, იმიტომ რომ მე ეგრე მესმის რა საბოლოო ჯამში რომ მე ფილმს გადავიღე იმაზე რაც მაგინდა რომ რეჟისორები გულწრფელები არ არიან? ხო, შენ წარმოიდგინე რა, ხო და ეს რა ქვია, საინტერესო იქნებოდა აი ამ ტიპს რა, ვინც არის რომ გადაიღო ფილმი იმაზე, მართლა რა ვიცი მე პირადი, აი შენ რო გადაგიღო მაგალითად ფილმი რაღაც ციგნებზე და მოგეყოლა შენი პირადი ისტორია, ეს იქნებოდა 44 ომის კუპლის ნახევარი. ეს იქნებოდა ბევრად საინტერესო რა, იმიტომ რომ ბიჭო, ის რაღაც არის, რაც მე გადავხდა რა, მართლა რაღაცა გამოცდილება არის, რაღაცას ის მაგით არაფრის თქმა არ მინდა, გარდა იმისა, რომ ციგნებს სახეში. ხო და ის ბიჭო რაღაცას ამბობს იმ გაგებით რომ მე ვამბობ ჩემ გამოცდილებას და ეს არის რომ მე წავიკითხე რომ იქ რაღაცა ესე იგი დღეს ევროპაში რა მოსწონთ ეს მოსწონთ ესე იგი როგორი ფილმმა გადავიღო როგორ უნდა გადავიღო კაი ვიღებ რა მნიშვნელობა აქვს ამას chat GPT კითხოთ ხო აი მორჩა ფესტივალზე და სად ჩემი ყლეო რა თქვა მე ვაში რა ქვია თბილისის აღმოსავლეთ რეგიონში მაგრამ აღმოსავლეთით რეგიონში მაგრამ სტენლი კუბრიკი რო ავიღოთ აჰა კი ბატონო ავიღოთ იგი სტენლი კუბრიკს ბოლო ფილმის გარდა არაფერზე არასდროს არაფრის თქმა არ უნდოდა აი ბარი ლინდონი რაზე არის კომენტარი ეგ საკაბათოა ეხლა რომ არაფრის თქმა არ უნდოდა აი ბარი ლინდონი რაზე არის კომენტარი ვითხარ ბარი ლინდონი ცუდად ვახსოვს მაგრამ ეხლა მექანიკური პორტოხალი შეგვიძლია გითხრა მექანიკური პორტოხალი არა ის კიდე ბარი ლინდონი მე არ მაქვს ნახე ხო დოქტორ სტრენჯლავი კი ბატონო მაგას გითხრა მაგრამ დოქტორ სტრენჯლავი ცალსახათის არის რა ქვია სატირა Full Metal Jacket-ი ომზე Full Metal Jacket-ი პოსტომის პერიოდი არის Full Metal Jacket-ის ისა რატო არობდა არაფრის თქმა ხო მაგრამ მაგდროს ნათქვამი იყო უკვე რა კიდევ ჯაკეტი გამოვიდა 79-ში. ხო. შეიძლება მე არა მე 80-იანები არ მეგონა. კაი რა ოკეი ხო პოინტი რა არის? ის არის რომ იმას რა ქვია თავარი არ არის მესიჯი თავარი არის ოსტატობა. სტენლი კუბრიკს უნდა მოყოლა ისტორიის სიუჟეტის. ხო კი და თუნდაც რამის თქმა რომ ნდომოდა როგორც ეს Eyes Wide Shut-ში სურდა მას. ეს გაკეთდება სიუჟეტით და მეერე დევს ქვევიდან. კი, სწორია. უნდა მოიკითხო. სიუჟეტი კი არ უნდა მოიკითხო, აზრი უნდა მოიკითხო. არა, ეს არის რომ წარმოიდგინე ის რო ყოფილიყო Eyes Wide Shut-ში რო ყოფილიყო მარტო ეს რა ქვია სცენები, სადაც ეს კაბალი რაღაცებს აკეთებს ხო. და თან სიუჟეტიც ხდება სადღაც უკან. არა, სიუჟეტში იყო ის დასაწყისში უბრალოდ რო იყოს ისე რომ მე ექიმი ვარ, გამარჯობა. მე ექიმი ვარ და ჩემი ცოლი არ მყავს. ჩემი ცოლი არ მყავს და ამის გამოსწორება მიდე და შუა ფილმში რო იყიდებენ. ხო, და ეგ ვარჩი და მე პროსტო არის ყნაურის ბევრი სცენა. ხო,
წუთიანი საბოლოო ჯამში ხო სწორია რა, იმიტომ რომ ფილმმა კაცო შეიძლება რაღაც გითხრას და მაგაში არაფერი პრობლემა არ არის, რომ ფილმი რაღაცას გეუბნება. უბრალოდ ხო, ეს არის რომ ეს მოყვება როგორც ეს რა ქვია, ექსტრა, ეს რა ქვია, რა ფლეივორი ამ ფილმს რა, რომ ანუ გეუბნება რაღაცასაც იმასთან ერთად, რომ კარგად გიყვება რაღაც ისტორიას, ანუ რაღაც რა გინდა? გაგეთახა ხო, ეგ ხო, ანუ სწორია, კი, მაგამოში მეც გეთახები, კი ბატონო. და უფრო საინტერესოც არის მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არ არის ის რა ქვია, პირდაპირ თავი დაჯახება რაღაცასთან რა, ეს არის რომ მე მოვედი და ის რაღაცა წიგნი წაგიკითხე, რომ იცი რა, აი ის რა, ხო. დაეჯახა თავით იატაკი. ხო, ანუ ეგ არ არის. ქართული კინოს სიკვდილზე. ვისაუბროთ. მოგზავნით ბატონო. დიახ. მიდი ნახე, გვინახე ერთ მე რამდენი წუთზე ვარ. ხო, ჩვენი იმენა გაუტიეთ ბლიად. დაგვენძრა. მაგრამ კარგი. 40 წუთია ლაპარაკი. უი, 40 წუთი არა უშავს. მე მეტი მეგონა ბევრად. 40 წუთი იყო მე რო ტელეფონს დავხედე. ეხა აქ არის. კაი ხანი ლაპარაკობ. მე სწორად ხვდები 57 წუთია საუბარი. ხანსია. კაი, მე ეს ხო, მიდი. ქართული ფილმის სიკვდილზე რო ვისაუბროთ და მოდი ვისაუბროთ ქართული ფილმის სიკვდილზე. ბოლო კარგი ქართული ფილმი რომელი ნახეთ? მე ერთი პასუხი მაქვს. მე ის მართლა კარგი ფილმია. რომელი? ჯერ თქვენ მითხარით. არა, ამის პასუხი კარგი, ამის პასუხი ვიცი რაც არის. ბოლოს კარგი ქართული ფილმი ნახე, აი თანამედროვე ფილმზე ამბობ? თუ პოსტმონანიების საქართველოში. პოსტმონანიების საქართველოში? იმიტომ რომ მოდი თქვათ რომ მონანიება არის ქართული ფილმოგრაფიის სიკვდილის ისა პოინტი. მონანიება მოკლა ქართული ფილმოგრაფია. ოკეი. მე მაგალითად რავი მანდარინები მომეწონა. გასეირნება ყარაბაღში მანდარინები. ხო, ნუ ორივე ურუშაძის არ არის ურუშაძის. რომელი? მართლა? სამი არის ურუშაძის, პირველი არის თუთფერიძის და მეორე არის ოკეი, ხო, ნუ მანდარინები იმის არის. ოკეი. ხო, კაი, ყარაბაღები, მანდარინებიც კაია, რავი, უარყოფითი რიცხვები არის ეგეთ ფილმი იმაზე, ციხეზე და რავი, შეიძლება ახლა არ დავეთანხმოთ რაღაცებს, მაგრამ კარგად არის დაწერილი და აი მართლა ფილმი არის, პრეზენტაცია არის. აუ ერთი მაგარი ფილმი მაქვს ნახე, გლდანი ქვია რა. იქ არის ერთი ნამდვილი სცენა, რომელიც მართლა მოხდა. არა, მაგაზი არ არის. აი მე არ მაქვს ეგ ნანახი. შემოუვარდნენ ესენ გმირ პატიმარს, შემოუვარდნენ და რატო ლოცულობო და ურტყე. მე მართლა მოხდა სასახად. და მე თავარი გვერდით აიყვანეს და მოკოკულ იატაკზე დასვეს. იმიტომ რომ ესე ხდებოდა. და ისთან უდანაშაულო იყო ის პატიმარი, ის პროსტა ის. ხო, როგორც ის 300,000-ივე. ხო. საჯიშე ვაშკაცი, ეხლა რას ვაპარუნდი. საჯიშე ვაშკაცები the movie. ტაქსი არის კარგი ფილმი. ტაქსი. გუნა მაგაზე ვამბობდი? არა. აბა რომელს ვამბობდი? არა, მე მეგონა რომ იმას იტყოდი რა ქვია, ძველ ფილმებსაც გულისხმობდი და იმას იტყოდი რა ქვია. ვანიკოს არ. რა ქვია იმ ფილმს კაცო, ცისფერთებს იტყოდი. ტაქსის მერსულ ხანიშვილის ძუძუები როა? სტარალიძე რო. ხო, ტრისტან სტარალიძის მონოლოგი პროჭზე. რაც არის სასახაც საცილო. ხო, და ტაქსი ნახე, ტაქსი არის ფილმი ზუსტად, რომელიც რაღაცეებს ამბობს და ჩვენ ცხოვრობთ საზოგადოებაში ფილმია. აი ზუსტად ესკიზების კრებულია. ზუსტად. აჰა. უბრალოდ ეს არის დაკავშირებული სიუჟეტით. და თან ისიც არ არის რომ რაღაც აი რა ვიცი მე ბოლოში აი ბიჭო მართლა ცხოვრობ საზოგადოებაში მაგის დედა მოთხარ. ანუ ჰეპი ენდინგია, ანუ სიუჟეტი არის იწყება და მთავრდება და იმას გავს, კლერკებს გავს რაღაც. გადი ბიჭო აქედან. კლერკებს და ებას რა ქვია. არა, ტაქსი მაგის გარდა ჯერ ერთი ლეგენდარული ის არის კაცო, კაბუს სცენა მანდ ეხლა რომელსაც რავი თანამედროვე კინოს ისტორიაში ეგეთი არაფერი არ გადაუღიათ. კიდე მყუდრო არის. ხო, მყუდროს კამბექი იყო ეგ ცოტა ხანი და მე იმის მე აფშე ყოფილა მყუდრო. მყუდრო დაგვიბრუნდი. კი ბატონო, ჩიფსების თაობა როგორც საუკე. გაგთხოთ. კი, ამერიკაშია ხო მყუდრო? არ ვიცი, მგონი წავიდა, ხო, ბოლო კომენტარი ეგ მახსოვს, რომ დავიღალი აქაურობით წავედი მე შიგ გაქვთ ყველას, ეხლა რასაც გვეუბნებოდა ძალიან დიდი ხანი ჩიფსების თაობაში. ეს ვიდეო ასე მინდა დავამთავრო, რომ წავიყვანო დასასრულისკენ, რომ მე მინდა დაარსებობდეს ესეთი, ხო არის სიგმა მამრი, ალფა მამრი, ბეტა მამრი. მე მინდა დავაფუძნო ახალი მამრი, ყუდრომეილი. ყუდრობელი, ოკეი. ყუდრომეილი. კარგია. ყუდრო კაკრას ეგ ტიპია, რომ ანუ ყლეზე მკიდია რა, თავი დამანებე კაცო, ხო. ხო, არა.
სიგმა მეილი არის ყუდრო. ოღონდ ეს სიგმა ყლეობაა, გატრუხდა. სიგმა არის, იმიტომ რომ ყლეზე კიდე რაც არაფერშიც მონაწილე არ არის და პროსტა არის და ის იმერე პუბრიქსტე არის მიყურებს. თან ის რო ანათებს იქ და მეშინე. ისი იყო ეს. არა, თანო ნეტა რას ამოიღებს ისი არ არის ნაცვლად. თან ყველაფერი ყლეზე არ კიდია, იმიტომ რომ ყველა ფილმში რომელშიც არის პრინციპული პოზიცია ყველაფერზე. ბიჭო, თქვენ ეგ ყლეზე დაკიდება, ეგ არის კაცო, იმიტომ რომ ყლეზე კიდია, იმიტომ რომ ის ყლეობაა და რაც არ არის ყლეობა, ის არ კიდია ყლეზე. კიდია, მაგრამ სიმართლის სიიცის. ხო, რაც სწორია ეხლა, ხო. ატრაკებს სიმართლისთვის. დიახ. ყუდრო მეილი ცალსახად ეს არის. და რაც შეეხება წმინდა ელექტროენერგიას, ვაი შეხლება. არა, ხო, რა ვიცი. შეფასება, რავი, 0 ეს ფილმი არ არის. მე გარედან დავძენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაღაც, რაც მინახავს ცხოვრებაში. ანუ ცუდი ფილმი, რომელიც მინახავს, აი ჩვენ სამარო ვნახეთ და ამას არ ვნახავს, ის კარგი ფილმი იყო ძალიან ამასთან შედარებით, იმიტომ რომ მანოსი. ხო, მანოსი. მანოსი, აბა. ხო, რომელიც რა ვიცი, worst movie კი არა, რა ვიცი, მე ხო worst movie-ში პირველი ამას ჩავწერე. ანუ ფილმის თავარი აი, იმიტომ რომ ის ფილმია. ანუ არა, რა ხარ მასე. ნუ, რა ვიცი, ეხლა. მაგრამ არის სიუჟეტი აქვს იმას. ფილმს და ნებისმიერ ხელოვნება უნდა შეიძლება დაუშვოს თავარი შეცდომა და ცოდვა არის ის რომ იყოს მოსაწყენი. ხო. თუ ხელოვნება არის მოსაწყენი, ის უნდა კარგად იყოს გადაღებული, ის არ ვარგა. So true. Manos hands of fate ხელები ბედის წერის ხელებით ტრეიდმარკი. არის სუდად გადაღებული, არის საშინლად გახმოვანებული, არის საშინლად გათამაშები, არის საშინლად დაწერილი რაც არის მეგობრებო. ას შემდეგ და ას შემდეგ. მაგრამ გულწრფელია. არის გასართობი. ხო, გასართობი არის. სასაცილო და არის კარგი შესაბამისად. ცუდი ფილმი არსებობს ორნაირი, არის ცუდი და არის კარგი ცუდი, რომელიც აი რაღაცა თვითონა ჩაფიქრებული გენიალური რაღაცა და იმდენად ყლეობა გადაიღო, რომ ამასთან კონტრასტში არის სასაცილო, ხო? ეს მოკლედ არის ყლეობა. ხო. ეს არის ბატონო ეს არ არის აბსოლუტური. ბატონო კოდე ტატეშვილო შენ ვერ დაიმსახურე, ეს აბსოლუტური სინემატოგრაფია. ქენი. მალე. ეს არის ნულოვანი. ვარცხა, რა ვიცი, გათიშეთ შუქი ელექტროენერგია და გათიშეთ ფილმი. მაგრამ სანამ გავთიშოთ, დამავიწყდა ბიჭო, ბოლო სცენაზე უნდა მელაპარაკა, იმიტომ რომ ბოლო სცენა არის როგორი რაღაც რო ისა ტიპი გვაჩვენებს როგორ ვისწავლე მე კადრის დანელება. იმიტომ რომ დანელება იყო, ეგ შენელება არ იყო, იმიტომ რომ ხდება იმაში, რა ქვია, ეს პირადი ის არის ახლა, ეს პირადი წედა იყო, ეს მე რაც დავინახე იქ. ხო, იმაში რა ქვია, ხდება თბილ ორგიაში. არის რა ქვია, ბოშპიტი გაკეთებული და ამასაც ვაქოს სიმღერა. ანუ სამივე ცალ-ცალკე რაღაცა არის და ამან გადაწყვიტა რომ ეს ყველაფერი გაეერთიანებინა ერთმანეთში და რაღაც ყლეობა გამოვიდა. ხო და მოკლედ თოებზე ველაპარაკე. არა, ართოებზე ახლა არ ვილაპარაკებ. ბატონო რეჟისორო, შენ ვიცი რომ მეთანხმები და ესენი ყლეზე მკიდია. თანხმობის ნიშნად. მადლობთ.